როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა თქვენ უსმენთ გადაცემას PR ფორუმი, რომელსაც PR კლუბის მხარდაჭერით რადიო იმედი და მე ნინი ხუგაშვილი წარმოგიდგენთ. დღეს გადაცემა პლანეტაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს ეძღვნება, რომლის სახელიც და რეპუტაციაც ალბათ შეშურდებოდა და დაამშვენებდა კიდეც ნებისმიერი სფეროს, ალბათ ყველა რანგის წარმომადგენელს. მის შესახებ საუბრობენ ბევრს, განსაკუთრებით ახალი წლის მოახლოებისას. თანაც ყველა მოიხსენიებს მხოლოდ დადებითი კუთხით. უცნობია ვინ იზრუნა მის PR-ზე თავის დროზე, ამას გადაცემის განმავლობაში გავარკვევთ, მაგრამ როგორც ჩამოყალიბდა სტერეოტიპები და მითების ანტას ირგვლივ გავიგებთ დღეს ჩვენი მთავარი სტუმრისგან, რომელიც გახლავთ კულტუროლოგი ქალბატონი ლელა იაკობიშვილი. მეორე ნაწილში ტელეფონით შემოგვიერთდება ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილიც, რომელიც საინტერესო მინიშნებებს გაგვიკეთებს ამ თემაზე. გარდა ამისა, ცნობილია, რომ კომპანიები მის სახეს ზოგადად იყენებენ საახალწლო თითქმის ყველა სარეკლამო რგოლში და რაც მთავარია, მისი გამოჩენა არასოდეს იწვევს აგრესიას მაყურებელში. ამიტომ დამეთანხმებით ალბათ რომ შექმნა მსგავსი სახე დღევანდელ რეალობაში არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, სწორედ ამიტომ დღეს ის ჩვენი გადაცემის გმირია. ძვირფასი სანტა მრავალი წელი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობს კომპანია Coca-Cola-სთან, ამიტომ საუბარი მოდი დავიწყოთ საქართველოში Coca-Cola-ს მარკეტინგის მენეჯერთან, სატელეფონო ხაზია გოგა რობაქიძე. საღამოშიდობისა, გოგა, მოგესალმებით. საღამოშიდობისა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვრთანხმდით ჩართვაზე. ეთერში როდის და რა მოტივით გადაწყდა გოგა თავის დროზე თქვენ საახალწლო კამპანიაში ჩართვა სანტასი? იყო თუ არა ერთგვარი მარკეტინგული გათვლა და რაიმე შტრიხი ხომ არ შეგიტანიათ მაშინ ისეთი, რომელიც იყო შემდგომ აიტაცა მთელმა მსოფლიომ? ნუ ჩვენგან საქართველოში დავიწყეთ აქტიური გამოყენება 1996 წლიდან, მაგრამ სოფლიოში 1930-იანი წლებიდან კომპანია Coca-Cola სპეციალური შეკვეთა მისცა მხატვარ რობერტ სამბლომს, რომელმაც შექმნა სანტას, ასე ვთქვათ, გმირი. ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ თვითონ სახეა ეს საყვარელი სახე სანტა-კლაუსი, რაღაცნაირად ავტოპორტრეტი არის თვითონ ამ მხატვრის თუ არ ვცდები. და ის სამოსი წითელი ფერით, ასე ვთქვათ, 30-იანი წლებიდან დამკვიდრდა როგორც სანტა-კლაუსის სამოსი. პრაქტიკულად თქვენი ბრალიც არის და დამსახურებაც, რომ ეს არის ასეთი სახით წარმოდგენილი. ხომ არ გქონიათ გარკვეული უხერხულობა, იმიტომ რომ სანტას მაინც მანამდე სხვა პერსონასთან აიგივებდნენ და თქვენ ერთგვარი რევოლუცია თუ გადატრიალება მოახდინეთ ამ კუთხით. ხომ არ ყოფილა რაღაცა? მე პირადად ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის როლი, რაც Coca-Cola-მ შეასრულა, ასე ვთქვათ, სანტა-კლაუსის პოპულარიზაციაში და იმაში, რომ როგორ დადებით ემოციებს, ასე ვთქვათ, უკვე სანტა-კლაუსი მთელ მსოფლიოში, არა მარტო ბავშვებში, არამედ მთელ ხალხს, ასე ვთქვათ, ეს ძალიან, ასე ვთქვათ, ჩვენ გვიხარია და ამის გარდა კიდევ უფრო გავანვითარეთ ჩვენ ამ თემით, რომ Coca-Cola-ს ქარავანი, ასე ვთქვათ, არსებობს. 18 წელს პირველად საქართველოს ეწვია და ყოველ წელს უკვე ეს Coca-Cola-ს ქარავანი ახარებს არ მარტო ბავშვებს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში ეს ქარავნები არიან ფერხულში, ერთიან ფერხულში ჩაბმულები და საახალწლო განწყობასაც გვიქმნიან და ახარებენ უამრავი ადამიანის გულსაც მისი დანახვისას, რადგან დიდი თუ პატარა ღიმილიანი სახით მირბის ფანჯარასთან და ბედნიერი სახით ასევე უქნებს მას ხელს. ეს წარმოუდგენელი ემოცია და ჩვენ თვითონაც აი მე პირადად უკვე ამდენი წლების განმავლობაში ყოველი, ასე ვთქვათ, ქარავანის გაშვება ყოველი დღე არის, ასე ვთქვათ, იგივე ემოციებთან ასოცირდება, როგორც პირველი. სხვადასხვა დღეს ჩვენ Facebook-ის Coca-Cola Coffee Georgia's ვერი შეგიძლიათ ფაუხური ატარნოთ, დღეს ქარავანი მიემგზავრება იღომში, მცხეთაში, ამიტომ ხალხი ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, აქვე მოგილოცავთ წინასწარ და გახალ წელსაც და ბედნიერებას გისურვებთ, მოვისმინოთ პერსონალია და შემდეგ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილია დღეს ჩვენი სტუმარი. დღემშვიდობისა, საღამომშვიდობისა, ქალბატონო ლელა, მოგესალმებით, როცა დილიდან ვარ სამსახურში ჩართული, მავიწყდება, რადგან გარეთ ვერ ვხედავ საღამოა თუ დიო, ამიტომ შესაძლებელი ამერიოს კიდეც. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. საღამომშვიდობის უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, საღამომშვიდობას ვუსურვებ
მთელ ჩვენს მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. Როგორ შემოვიდა და დამკვიდრდა წარმოდგენები სანტა-კლაუსის შესახებ გნებავ თოვლის ბაბუის, რომელსაც რეალურად აიგივება ყოველთვის ერთ პერსონაჟთან? ზოგადად ძალიან საინტერესო თემა, როგორ ხდება ხოლმე კონკრეტული პერსონაჟის დაკავშირება კონკრეტულ პროდუქტთან და სანტა სწორედ ის პერსონაჟი გახლავთ, წარმოიდგინეთ უცებ ვიხმარე სანტა. ყოველგვარი რეალური სახელის გარეშე სანტა მხოლოდ წმინდას ნიშნავს. ოღონდაც იმდენად ასოციაციურად იმდენად მკვეთრად უკავშირდება სანტა-კლაუსი სანტას, რომელიც წმინდა ნიკოლოზია ზოგადად, რომ გაოგნებულიც კი ვარ ხოლმე ხანდახან როგორ შეიძლება მეცნობიერებამ რაღაცა ისე მიიღოს, რომ მერე ჩაჯდეს როგორც გარკვეული ტიპის პატერნი, ისე რომ ფიქრათაც აღარ მოგვდის, რომ სანტა, როცა ვახსენებთ სანტა, გულისხმობთ იმ სანტა-კლაუსს, რომელიც ზუსტად ისეთი ვიზუალით არის ახლა დღეს, როგორიც წარმოგვიდგენია, თუმცა მას განვითარების თავისი ისტორია ჰქონდა. წითელი სამოსით და თეთრი ბეწვით შემოსილი მოხუცებული ჯადოქარი, რომელიც თავის დროზე სრულად სხვადასხვა სახით ევლინებოდა ხოლმე ადამიანებს. თუმცა უნდა გითხრათ ძალიან საინტერესო რამ ამ თვალსაზრისით, რომ კოკა-კოლას კი ავწდი ახლა, მაგრამ ისევ დავუბრუნდები, ხო? ძალიან მინდა რომ თვითონ სანტაზე ვისაუბრო. მაქციობის უნარი ჰქონდა აი იმ სანტას. ოღონდაც ეს არ არის ქრისტიანული წმინდა ნიკოლოზი ჯერ. ის იყო გნომი, ხან, მწვანე ეს უძველეს პერიოდს გულისხმობ, ხო? ეს არქეტიპულ ვერსიას გულისხმობ აი იმ ტიპისას, რომელიც ირემზე ზის და საჩუქრებს არიგებს, რომელიც ბუხრიდან ჩაძვრება ნებისმიერ ოჯახში და აი ამ საჩუქრებით ახარებს ოჯახის წევრებს. უნდა გითხრათ, რომ ის ხან უჩინარია, ხან გნომი კი არა, პატარა ჯუჯა ადამიანის სახე აქვს. მუდმივად მწვანით მოსილი, არ დაგვავიწყდეს წითელი, სრულად მიზანდასახულად შემდეგ უკვე კონკრეტული მხატვრის მიერ არის გაკეთებული და მეც გეტყვით მხატვარს შეუკვეთა არა კოკა-კოლამ, არამედ აბსოლუტურად სხვა ბიზნესმა ეს იყო პრინტ ბიზნესი, ანუ გამომცემლობა ბიზნესი. ამას ცოტა მერე იქამდე მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა მხიარული კაცია ძალიან, უყვარს იმ ოჯახის მაცივარი, როგორც წესი მაცივარი, ნუ ახლა ახალი ვერსიაა, თორე იქამდე სამზარეულო და საკუჭნაო. გამოაცარიელებს ხოლმე ყველაფერს, არის მსუნაგი, უყვარს ძაღლები, სათამაშოები, ბავშვები, 1000 სახის მიღება შეუძლია. ოღონდაც აი ძირითადი სახე მას აქვს სწორედაც რაღაცა სულიერებიდან მოსული, ირემი ამისი მეტაფორაა, სულიერებიდან მოსული არსების, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის დაკავშირებულია, ესე ვიტყვი, ჭყალებში. უცნაურ ლიტურგიულ დროსთან ზეიმის, აუცილებლად ზეიმთან, ანუ არაფერ უარყოფითთან, რომელიც დაკავშირებულია ხალისთან, თამაშთან, ის ეთამაშება, ეკეკლუცება, ჭყალებში ვიტყვი, მაიმუნობს ბავშვებთან, უფროსებთან, საკუჭნაოც იმიტომ უყვარს, ანუ არის ისეთი უცნაური არსება, რომელიც ახერხებს, ლაპარაკობ პირველ არსებაზე, არქეტიპულ რაღაცაზე, რომელიც ახერხებს და ყველა არსებასთან ურთიერთობას აწესრიგებს, ისე რომ მათ ხალისს უტოვებს. სტუმრობა ძირითადად როდის ხდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ დღეს გასაგები ახალი წელი, მაგრამ ახალი წელი სხვადასხვა პერიოდში აღინიშნებოდა ხოლმე სხვადასხვა დროს. როგორც წესი, აი იმიტომ უცნაურად მოხდა ყველაფერი ეს ისე საოცრად და ისე კორექტულად და ისე ნიჭიერად დაკავშირდა წმინდა ნიკოლოზთან, შობასთან და საჩუქართან. რომ მე ხანდახან გაოგნებული ვარ როგორ ქნეს ისე რომ როგორ გითხრათ ეს ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო ალბათ ეგრეთ წოდებული მარკეტინგული პროექტი, როდესაც პერსონაჟით მოახდინეს გაცოცხლება იმ თავისი პროდუქტის და ასოციაციური, ფსიქოლოგიურად ასოციაციური
ვინმე პერსონაჟი დაუკავშირეს ყველაფერი იმას, რაც ჩემთან აი ამ ყველაფერს აღწერს, ხალის, სიხარულს, ზამთარს, საჩუქარს, მაქციობას, ლიტურგიულ დროს, საზეიმო დროს, ესე ვიტყვი, ახალი წელი ჩვენთან უფრო ცოცხალი დღეობა ვიდრე იყო დაუშვათ ცოტა ხნის წინ შობა დასავლეთში გაცილებით ცოცხალი დღეობა ვიდრე ახალი წელი ჩვენთან უკვე ისე დაუკავშირდა ერთმანეთს რომ სახელათაც ესე ვქვია შობა ახალი წელი ამიტომ აი ეს პერსონაჟი ეხლანდელი წმინდა ნიკოლოზი რომელსაც თითქმის კავშირი გაწყვეტილი აქვს მხოლოდ ასოციაციური არქეტიპული კავშირი აქვს მხოლოდ იმ პერსონაჟთან რომელსაც აღწერს ხო დასავლეთში ესე არ არის იქ სწორედაც დაკავშირებულია იმ პერსონაჟთან რომელიც არის არქეტიპულიც და არის აი სწორედაც წმინდა ნიკოლოზი ჩვენთან მეც გეტყვით რომ ხანდახან სიმძიმესაც კი გრძნობს ხოლმე ის ადამიანი ვინც დაუშვათ ეკლესიურია ჯგუფობს გვირჩევია თოვლის ბაბუა თოვლის პაპა ან თოვლის კაცი როგორც გნებავთ დაარქვით ეს თავს მოხვეული პერსონაჟია თუმცა რეალურად ეს მაინც ახალი წელი არ გახავთ ქრისტიანული დღესასწაული თუმცა მაინც ასოცირება ამ წმინდანის ხდება ახალ წელთან რასაც თავისთავად არ მიესალმება ხო ალბათ ეკლესია აქედან რომ ამოვიდეთ რაღაც ამოსავალი რო გიყავთ ეს იცით რა მოდით ესე ვთქვათ რომ იმდენად რამდენადაც ეს პროფანირებული პერსონაჟია მხოლოდ პირობითი კავშირი აქვს საქართველოშიც კი ძალიან ცოტამ იცის თუ მაინცა და მაინც რელიგიური კონტექსტი არ წაიკითხა ამისი რომ სანტა-კლაუსი ეს წმინდა ნიკოლოზია დღეს ვერაფრით ვერ მიამსგავსებ პარალელი არც ერთი კუთხიდან არ გაევლება ბუნებრივია აუცილებლად ვერა ამდენად მოდი ჩავთვალოთ რომ არ დავარქვათ წმინდა ნიკოლოზი ქართული ასე ვთქვათ ტრადიციული თვალსაზრისით იმიტომ რომ ეს მაინც ის პერსონაჟია რომელმაც თავისი კულტურული ექსპანსია შემოიტანა ქართულ კულტურაში და დაირქვა სანტა-კლაუსი მოვიდა კოკა-კოლასთან ერთად და ზეიმობს ჩვენთან ერთად ახალ წელს ეს არის და ეს თუმცა უნდა გითხრათ რომ იცით რა მომენტში დაკავშირდა არ ვიცი ეს რამდენად საინტერესოა ხო ეს იყო 31 წელი წინა საუკუნის 1931 წელი როდესაც უკვე შესაძლებელი გახდა რომ მომზადებულიყო ისე ბიზნეს გარემო რომ ინფორმაციული უზრუნველყოფა პროდუქტისა გაცილებით წინსწრები რამ ყოფილიყო ვიდრე თვითონ პროდუქტის მიწოდება. ამიტომ უნდა მომხდარიყო აი ეს კომუნიკაცია, რომ შექმნილიყო რაღაცა, ეხლა გვიყვარს ამის ხმარე, ამ სიტყვის ხმარება შეფუთვა, ისე უნდა მომხდარიყო, რომ აი ეს გზავნილი ყოფილიყო, სასიამოვნო გზავნილი სხვებისათვის. ამიტომაც, იცით, ძალიან საინტერესო იყო მხატვარს, რომელსაც შეუკვეთ ეს გახუდათ შვედი და სანდბლომი გვარად, ჰედინი ერქვა სახელად, შვედი მხატვარი, რომელიც იცით, სწორედ იმიტომ რომ შვედი იყო, ახერხებს და თავისი ეთნიკური არქეტიპული სქემიდან გამოდის და ციგას ირმები მიუძღვებიან, ანუ სწორედ ის ქმნის გარკვეულ სახეს, დიახ. წმინდა სკანდინავიური კულტურის პროდუქტია, თუმცა, რა თქმა უნდა, გლობალისტი ყავს უკვე სანტა. ჩვენს ცოტა ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა წინ საინფორმაციო გამოშვება გელი, თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე, როდესაც მარკეტინგული გათვლები ხდება წინსწრები, რათა შემდეგ მოხდეს გარკვეული მანიპულაცია საზოგადოებაზე. შევიცავთ ცოტა ხნით PR ფორუმი, რამდენიმე წუთში დაბრუნდება პირდაპირ ეთერში, მადლობა რომ გესმენთ. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. საღამოშიდობისა გრძელდება გადაცემა PR ფორუმი რადიო იმედის ეთერში, გახლავართ ნინი ხუგაშვილი, მთავარ სტუმრად დღეს მოწვეული მყავს ქალბატონი ლელა იაკობიშვილი, კულტუროლოგი, რაც შეეხება როგორც აღნიშნე გადაცემის დასაწყისში, გვეყოლებოდა ფსიქოლოგის სტუმრად ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი გვერდება დღეს ტელეფონით. საღამოშიდობისა, მოგესალმებით ქალბატონ ნანა. მოგესალმებით საღამოშიდობისა. დღეს ჩვენი გადაცემა ეძღვნება
პლანეტაზე ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მეტად გაპიარებულ პერსონას ეს გახლავთ სანტა-კლაუსი. რეალურად თუ შეიძლება რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ თოვლის პაპა გნებავთ სანტა-კლაუსი თუ გნებავთ ნებისმიერი სახელის მქონე რომელიც არსებობს სხვადასხვა ერში და მოიაზრება რეალურად ერთი პერსონაა. რა ფენომენია გაგურკვეთ თუ შეიძლება საზოგადოებაში? უპირველეს ყოვლისა მივესალმებით თქვენს ერთგულ რადიო მსმენელს და მიულოცავ დაბნექშობა ახალს. ძალიან დიდი მადლობა. ხა რაც შეეხება სანტა-კლაუსს. სანტა-კლაუსი გახლავთ თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის სუბკულტურის განუყოფელი ნაწილი. უფრო მეტიც დღეს ეს უკვე ბიზნესის ნაწილია და მთელი ინდუსტრია არის, როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ კოკა-კოლას ძალიან ცნობილი და ძალიან ლამაზი რეკლამა. რაც შეეხება სანტა-კლაუსის წარმოშობის ისტორიას, ეს არის ფოლკლორიზირებული ზღაპრული არსება, თუმცა როგორც ვიცით, მას ყავს რეალური პროტოტიპი. ამ ლეგენდის თანახმად, სანტა-კლაუსის პროტოტიპი გახლავთ იზმირელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რომელიც იყო ძალიან დიდა და რაც თავარია ძალიან ხელგაშლილი და რომელსაც ძალიან უყვარდა ბავშვები. და იგი ხშირად ასაჩუქრებდა ღარიბ ბავშვებს და ფანჯრის რაფაზე ულაგებდა საჩუქრებს. აი სწორედ მოგვიანებით ქრისტიანმა იგი წმინდანად შერაცხა და დღეს საყვარო მას უკვე წმინდა ნიკოლოზის სახელით იცნობს. რაც შეეხება ახალ წელს და სანტა-კლაუსს, ახალი წელი რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ბავშვების დღესასწაულია და იმ ბავშვებს რომლებიც გულის განსკალითელიან 12 საათის შესრულებაზე, რომელსაც ნამდვილად გულწრფელად სჯერავთ, რომ ლაპლანდიაში სანტა-კლაუსები მთელი წელი აგროვებენ დამჯერს და გამგონე ბავშვებისთვის საჩუქრებს. ეს სწორედ აი აქ ვაწყდებით რაღაცა გარკვეულ პრობლემას, იმიტომ რომ რაღაცა საკითხია, რამდენად უნდა სჯეროდეთ თუ არ. დიახ, აი სწორედ ამის გარკვევას. უნდა უთხრათ თუ არ უთხრათ. თავიდან აუხსნათ, რომ ეს მხოლოდ ლამაზი გამონაგონია და დაუმსხვრიოთ ის რაღაც პატარა სასწაულის რწმენა? რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? თავსახად ამის თმა უთხრათ თუ არ უთხრათ ცოტა რთულია. ჩვენ ამ კულტურას ვერ გავიქცევით. უბრალოდ კარგი იქნება, სასურველი იქნება, რომ ბავშვებს ავუხსნათ, რომ ეს წვერიანი ბაბუა მართლა ციდან კი არ ჩამოვარდნილა, არამედ მას ყავს რეალური პროტოტიპი. ის იყო წმინდა ნიკოლოზის სახეთ, რეალურად დაუკავშიროთ მას, მის ხატს, სიკეთეს, სიყვარულს და რაც თავის მხრივ იქცევა კარგი მომავალი, კარგი ქრისტიანის აღზრდის საფუძვლად. აი თავსახად რომ არა ეს გამონაგონია, ეს ბუნებრივი სტრესი იქნება ბავშვისთვის. თუმცა თავიდანვე ჩვენ ვუქმნით მას ისეთ გარემოს, რომ ეს ერთი დღე ერთი საღამო იყოს მის ცხოვრებაში თუ მის ერთ-ერთი ფეიერვერკი და ჩვენ თვითონვე ვუწყობთ თითქოს ამას ხელს ხო, მშობლები, ოჯახის წევრები. დიახ, იცით რა, მე თუ მკითხავთ, პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთი, ამით არაფერი დიდი არ ფუჭდება. რატომაც არა, იცხოვრონ იმ ზღაპრულ სამყაროში, ის რომ თუნდაც ჩვენ მოზრდილები დღესაც კი ერთმანეთს საჩუქრებს უკეთებს, არა ცნობიერში თუ ქვეცნობიერში, ეს ძალიან სერიოზულ სიხარულთან არის დაკავშირებული. ანუ ფსიქოლოგის რჩევაა, რომ რეზიუმე გავუკეთოთ ჩვენ დღევანდელ საუბარს. იცით რა, გაიზრდებიან და მაინც თვითონ ჯობია, რომ უმტკივნეულოდ მიხვდნენ და აი ეს გარდამავალი ასაკი, როცა თან ჯერავთ, თან არ ჯერავთ. ეს მე თუ მკითხავთ, მშობლის ოსტატობაზეც არის დამოკიდებული. რამდენად არ აღმოუჩენს ბავშვი კარადაში დამალულ საჩუქრებს და რამდენად ლამაზად დაუხვედრებს ნაძვის ხის ქვეშ იქნება, ბუხართან იქნება თუ ფანჯარასთან. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანამ გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ჩვენც გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. აღნიშნე ქალბატონო ლელა შობა ახალი წელი. დიდი მოკითხვა თქვენ სტუმარს. ანაც ნანა მოგესალმებ და გილოცავ წინ და მე შემოკარგო ლელა. დიდი სიყვარულით გილოცავთ. ნინი გამეხარდა რადიოში მაინც გადაგეყარე. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონ ლელას კიდევ ერთხელ მივესალმებით და თუ შეიძლება განვაგრძოთ თემა გმირი პერსონაჟი, რომელიც შეიქმნა ზეიმისთვის, დღესასწაულისთვის, საზეიმო განწყობისთვის და პირველ რიგში როგორც ქალბატონ ნანამ აღნიშნა, მაინც ალბათ ბავშვებში ყველაზე მეტად ეტანებიან ბავშვებიც იმ ადგილს, სადაც მხიარულება, თუმცა არ ჩვენ ვუფრთხით, ბუნებრივია. თქვენ ასევე აღნიშნეთ გადაცემის პირველ ნაწილში, რომ გნომს, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პროტოტიპი ხომ დღევანდელი სანტა-კლაუსის, როგორც თქვენ თქვით, მწვანედ იყო შემოსილი. რასთან ასოცირდებოდა ფერთო ფსიქოლოგიაში რომ გადავიდეთ და ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამას და შემდეგ ეს რაღაცა გარკვეული ტრანსფორმირების შემდეგ რატომ შეიცვალა მან ფერი?
ძალიან საინტერესო შეკითხვა, ნინი, აქ ისეთი უცნაური რაღაცები ხდება ხოლმე, როდესაც მარკეტინგისკენ მიდის რაღაცები და როდესაც გვინდა რომ ინფორმაციული ორეული შევქმნათ ჩვენი პროდუქტის, ინფორმაციული ორეულის შექმნას თავისი ტექნოლოგია აქვს. ამიტომ აუცილებელია რომ ინფორმაციულ ორეულს ჰქონდეს თავისი რეალური საზრისი. ეს რეალური საზრისი უნდა იყოს ლეგენდა, რომლის გარშემოც მოხდება გარკვეული კონცენტრირება ბევრი რამის რომლის მიმართ ადამიანი მგრძნობიარია ფერის, გემოსი, ხმის და ასე შემდეგ არ გავაგრძელებ. ყველა ორგანო, რომელიც ასე ვთქვათ, აღქმის ორგანო უნდა იყოს ცოცხალი. ეხლა ისეთი უცნაურია, პირველად 1886 წელს სარეკლამო სივრცეში გამოჩნდა დღევანდელი სანტა. ოღონდაც კიდევ ვიმეორებ, ეს არ გახლდათ კოკა-კოლასთან ასოცირებული სანტა. ეს გახლდათ ტიპოგრაფიის რა ვქვია, კომპანიის საახალწლო ბარათის პერსონაჟი, რომელიც თან გნომი იყო და თან წმინდა ნიკოლოზი. ჩაცმულიც პირველად ის იყო წითელ ფერში, ოღონდაც აი ეს ტრანსფორმაცია, პირველი ტრანსფორმაცია მან სწორედ აი ამ საახალწლო კი არა, საშობაო ბარათში განიცადა და უნდა გითხრათ, რომ სერიოზული გარღვევა იყო მაშინდელ საინფორმაციო სივრცეში, მაშინდელ რეკლამაში. ეს იყო პირველი რეკლამა აი ამ კომპანიის, ბეჭდითი კომპანიის, პრინტ კომპანიას, რასაც ვეძახით. რომელმაც ამ სფეროში გადატრიალება მოახდინა ერთგვარი. პირველად უცნაურია, მაგრამ მართლა პირველად ამ მისი მფლობელი გახლდათ ლუის პრინგი. რომელმაც გადაწყვიტა, რომ აი იმიტომ რომ სრულად განსაკუთრებული ბიზნესი აქვს, აი ამ ბიზნესით მიულოცოს და მიულოცოს როგორ კანტონმა ნანამ მოგვიყვა რომ საჩუქრით და როგორი საჩუქრით რამდენადაც პრინტ არის, ანუ რამდენადაც ეს არის ვირტუალური და საკომუნიკაციო გზავნილი იყო წმინდა ნიკოლოზის სახე, ოღონდაც ისევ და ისევ ნახევრად არქეტიპული და ნახევრად ქრისტიანული. პირდაპირ დაურტყა ფსიქოლოგიურ და ძალიან საინტერესო იყო ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეა, 1886 წელია. მხოლოდ 1931 წელს აი ის ბარათი როგორც ეგრეთ წოდებული ვერსია, რა ვქვია, ახალი პერსონაჟისათვის გამოიყენა უკვე შვედმა მხატვარმა, რომელსაც მისცეს ეს დავალება. უცნაურია და ეს შვედი მხატვარი ამბობს, რომ მე ჩემი მეგობარი დავხატე, რომელსაც წარმოიდგინეთ როგორ ნარატივია, სანტა-კლაუსი კი არ დამიხატავს. მე ჩემი მეგობარი ვაჭარი, სხვა შორის დავხატე გამყიდველი, რომელიც ძალიან გავს ნამდვილ სანტა-კლაუსს. აი ყველა იმ თვისებით, რაზედაც ქალბატონმა ნანამი ლაპარაკა. საჩუქრებს არის უკიდურესად კეთილი სიკეთისაგან და ღიმილისაგან თვალის უპეებში პატარ-პატარა წვრილი ნაოჭები აქვს. მუდმივად მომღიმარი სახით არის, მუდმივად საჩუქარი უკავია ხელში და ძალიან უცნაური აი თეთრთან სიწმინდესთან ასოცირდება იმ ძალასთან, რომელსაც წითელი ატარებს, როგორც ეგრეთ წოდებული, როგორ გითხრათ, ჭყალებში ვიტყვი, ამას იყოს აგრესიული ფერი. თუმცა იმდენად მოხდა შეხამება ამის, რომ არა აგრესიულად შესაძლებელია, ეს არის ჩადებული ამაში, მაგრამ მომხმარებელი რეალურად ამას როგორც აგრესიულ მიმართვას ისე ვერ აკეთებს. აგრესიული ცუდი სიტყვა არ არის. აგრესორი კი არ არის წითელი. აგრესიულია თავისი ბუნებით, ის ცდილობს, რომ შენ სივრცეში მოხვდეს რამენაირად და რითი ხვდება სწორედ იმ ენერგეტიკული ძალით, რომელსაც წითელი ატარებს. წითელი უნდა გითხრათ, რომ ყველა ტრანსნაციონალური კომპანიის თეთრი, შავი და წითელი არქეტიპული ფერები, მათი ფერებია. მაგრამ იმიტომ რომ საჩუქართან დაკავშირდეს, ეს შავი და თეთრი მისთვის არის ეგრეთ წოდებული ფონური სქემა და იმაზე ანთია, ასე ვთქვათ, ეს წითელი. აი ესე დაკავშირდა, თორემ თავისთავად წმინდა ნიკოლოზი წითლით შემოსილი, რა თქმა უნდა, არ არის. აი ეს იყო გარდატეხა, სრული გარდატეხა, რომლითაც თვითონ კომპანიამ
თავისი ინფორმაციული ორეული შექმნა, თავისი ორეული შექმნა როგორც ტიპისა. და დასრულეთ და მეორე უცნაური რაღაცა იყო ირმებში შებმული აი ეს წითელ სამოსიანი პერსონაჟი, რომელსაც უზარმაზარი, ციგებით უზარმაზარი საჩუქრების შეკრამო აქვს ბავშვებისათვის თუ უფროსებისათვის, რომელიც მე რაღაც უცნაური თამაშობებით ახერხებს ამის ოჯახებში შეტანას. ეს უკვე 2006 წელს, მაშინ, როდესაც ახალი საკომუნიკაციო სქემა აუცილებელი იყო და უნდა პატერნი შეცვლილიყო, შეიცვალა ციგა შეიცვალა ქარავანით ოღონდ როგორი ქარავანით ეს გახლავთ ქართული ამის თარგმანია ტრაილერი რომელიც ასევე წითელია, რომელსაც უკვე ლოგო აქვს, რომლის ასე ვთქვათ გაქვს განცდა რომ არის საჩუქრებით დატვირთული და აუცილებლად მოვა შენამდე. და ციგას რაც შეეხება, ციგაზე გაცილებით ეს არის მოდერნიზებული ამ შემთხვევაში და თან აი ახალ საკომუნიკაციო სქემაში უფრო ახმადი, იმიტომ რომ ციგა შეიძლება ისევ ჯადოსნურ რაღაცას უკავშირდებოდეს, მაშინ როდესაც ტრაილერი უკვე უკავშირდება სწორედაც ჯადოსნურ საჩუქარს რეალობაში. აი ეს კომუნიკაციას ეს ბმაც კი მოახერხეს. ის რასაც ქალბატონი ნანა ბრძანებდა და სრულიად სამართლიანად რომ ერთხელ მაინც დგება ისეთი მომენტი, ეს სხვა შორის არ მხოლოდ ბავშვის ცნობიერებაში და ფსიქიკაში, არამედ დიდისაში, როცა გინდა ჩვენი ცნობიერების პარამეტრს, აი ეს ცნობიერების მაინც გააჩნია ეს ერთი პარამეტრი, რომელსაც ესე ვინახავთ ხომ ჩვენთვის ის საკრალურად, ეს არის აი ჯადოსნური მიმართულება ჩვენი სულისა და იქ შესაძლებელია მართლა საოცარი რაღაცები მოხდეს და საჩუქარიც არის მოულოდნელობა. საჩუქარი ზუსტად ეგ არის მოულოდნელი სიხარული კონკრეტულ საკრალურ დროში. აი ეს საკრალური დატვირთვა მარტო ბავშვების ფსიქიკას ხო არ აქვს, დიდებსაც კი ხარია და ის რომ ჯადოქრობა ხდება, უნდა გითხრათ რომ არა მხოლოდ ბავშვებს ჯერათ, მეც კი მჯერა. ხო, ზოგჯერ მეც რა ვფიქრები მჯერა, ხანდახან გონია რომ მე სრულიად გულწრფელი ის რომ ჩვენ ვარსებობთ, უკვე ჯადოქრობა, გაუგებარ ჯადოქრობა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვარსებობთ. ანუ ისიც რომ საჩუქარი მოვიდეს, ასევე ჯადოქრობა შეიძლება იყოს. ამიტომ რა ვიცი, მიხარია ეს რომ შესაძლებელია რაღაცები, ასე ვთქვათ, საახალწლო რეჟიმში მაინც. აი მე და თქვენ სულ ვიღიმებით რაც სანტაზე ვლაპარაკობთ, ნახეთ როგორი უცნაური გარღვევა მოახდინა დადებითი ემოციის თვალსაზრისით და კიდევ ერთი, როდესაც საჩუქარს არიგებს სანტა კლაუს წითლებით შემოსილი მოხუცი და ახას უსვამ ამ სიტყვას მოხუცი მუდმივად ერთ ყლუბ კოკას სვამს. გითხარით, რატომ ხდება ეს და რა არის ამაში ჩადებული? აი ამაშიც რა თქმა უნდა საზრის იდევს ისეთი რომ ეს არის დაგემოვნება ყლუპით დაგემოვნება მთელი იმ თაიგულის განცდისა, თაიგულს გულისხმობ ყველაფრის ერთად ის რაც საჩუქრად მოდის, ის რაც განწყობა მთლიანად აისახება ამაში. რამაც უნდა ჩემში როგორც არსებაში გაიაროს. ანუ სანტაც ისეთივე მომხმარებელია რაღაც ძალიან უცნაური ეს ჯადოსანი პერსონაჟი ისეთივე მომხმარებელია იმ პროდუქტისა, რომელიც კონკრეტულმა კომპანიამ შექმნა როგორც კვების პროდუქტი და მეტიც არაფერი. ოღონდ აი ჯადოქრებიც კი მოიხმარენ ეს მნიშვნელოვანი რაღაცა. შესაძლებელია მაყურებელი ამას არც აქტებდეს ყურადღებას, მაგრამ ეს მის ცნობიერებაში იმდენად ილაქება, რომ წარმოიდგინეთ, რომ ეს სასმელია, რომელიც ჯადოქარს, მოდი ჭყალებში ვიტყვი, მეტაფორას ვიტყვი ხა, ჯადოქარს ჯადოქრობის ძალას აძლევს.
გაიგებია. მე დღევანდელი გადაცემიდან ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ყოველთვის მქონდა გარკვეული პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს რაღაცა გარკვეული მოსაზრებები და არც ამბიცია იმის, რომ ვარ რაღაცა რელიგიურ ჩარჩოებში ღრმად ჩამჯდარი ადამიანი. ყოველთვის მქონდა პროტესტი იმის თაობაზე, რომ წმინდა ნიკოლოზი არ შეიძლება იყოს ამ ფორმით გამოსახული. მით უმეტეს მე ვნახე თურქეთში წმინდა ნიკოლოზის ტაძართან ძეგლი სანტა კლაუსის, რამაც აღმაშფოთა, უნდა ვთქვა. თქვენი დღევანდელი საუბრიდან მივიღე ძალიან კარგი მესიჯი და გზავნილი იმის, რომ წმინდა ნიკოლოზი არ არის სანტა კლაუსი. ეს არის აბსოლუტურად ცალკე პერსონაჟი. იდეაა თითქოს ჩადებული, ამიტომ მოდით, დავიძაბებით ამ თემით, გავხალისდეთ, შევხედოთ ცხოვრებას ღიმილიანი სახით და ველოდოთ ყველა ჩვენ სანტა კლაუსებს, ჩვენ სიურპრიზებს, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ამ საახალწლოდ იქნება ჩვენთვისაც განკუთვნილი და რეზუმეს სახით თუ შეიძლება დაგვიმშვიდობეთ, დაგვიტოვეთ თავარი გზავნილი დღევანდელ გადაცემასთან დაკავშირებით. თავარი გზავნილი ჩემი იქნება ღიმილი საახალწლო, რომელიც მოაქვს ჩემ რელიგიურ განცდასაც, რომ დგება შობა და დგება ახალი წელი. მის პროფანირებულ ვერსიას სანტა კლაუს, მის ნამდვილ რელიგიურ პერსონას, რომელიც მართლა მადლით იყო დაკავებული და მართლა უამრავ საჩუქარს გასცემდა. მინდა მოგილოცოთ თქვენ, მინდა მიულოცო ყველა მსმენელს იმედის, მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს, მინდა ვუსურვო, რომ აი ეს ღიმილი შერჩენოდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე და ჯადოქრობის განცდის უნარი, რომ ჯადოსნობა რეალურად ყოფიერების ყველაზე დიდი საზრისია. გმადლობთ თქვენ, რომ მომიწვიეთ და პირადადაც ნინიკო თქვენს და მთელ თქვენს შემოქმედებით ჯგუფს ვულოცავ შობა ახალ წელს. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი ლელა იაკობიშვილი იყო კულტუროლოგი, დღეს გადაცემის სტუმარი. დღეს ჩვენ გადაცემის ფარგლებში საუბრობდით ერთ-ერთ ყველაზე გაპიარებულ პერსონაჟზე და სეზონის გათვალისწინებით გადაწყდა კიდეც, რომ დღევანდელი გადაცემა სწორედ მას უნდა დათმობოდა. უღრმესი მადლობა. მე წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, როგორც ვაერთიანებთ ხოლმე ერთ კონტექსტში. მშვიდობის, ხვავის, ბარაქის და სიკეთის წელი ყოფილიყოს ყველა თქვენთვის. გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მე გახდეთ მისი წამყვანი ნინი ხუგაშვილი, პროდიუსერი გახლავთ ნატალია თეთრაშვილი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და ბედნიერად. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.